მშვიდობა სამეგობრებო, ყველა მხრიდან რაღაცას ხრიალებს. ბლინებს ვაკეთებ თვალის ზომით. ნერვი ხო გინდა. ალექსანდრას უმზადას ახლა საჭმელს. უხარშავ მაკარონს და იწება ხათამი. ცალკე სომს ვამზადებ ბლინებისთვის. მერე შუა დღისკენ ესე გავუკეთებ, რომ იმეცადინებს მერე ცოტა ისე რომ შეჭამოს გემრიელად, უყვარს ძალიან ბლინები. ეს სახში ვარ, თერმონ მე რომ გავაკეთებ ხვავი კარი ლამაზიკოსა ხომ მქონდა საწავიდა, მაგრამ აი ეს არის მე თვათო არ ჩამოვიწორებ, ან არ ჩამოვიხო, მე ვარ გაჩეჩილი, აი ესეთი გეგონება. არა და დილას რო გავიხვიდე გავივარჯიშეთ, მე გავიკეთე ყველაფერი ლამაზად, როგორც საჭიროა, მაგრამ გამოიშალა ჩემი კოსა. როგორ გავარ და როგორ ვაკეთებ? დღეს სახლში ვარ, სამუშაო მაქვს ძალიან ბევრი შესაკერი, უნდა შევკერო ყველაფერი. ზეგ უნდა გავუგზავნო მომხმარებელს. და რეკლამა დაუბუსტა ახლა ინსტაგრამზე. ველოდები ახალ შეკვეთებს. ახალი მიზნებისთვის. ჩვენ გემრიელად მივირთმევთ. ალექსანდრას მოვუმზადე თავისი საყვარელი შემწვარი ქათამი. ძალიან უყვარს ქათამი, გიждდება. ნახეთ როგორ უყვარს. კანს ვაცლი ხოლმე ყოველთვის ისე წვავ. ეხლა დავუმატე უბრალოდ მარილი და უბრალოდ ქათმის სუნელები და ჩემი სიყვარული მეგობრებო, რაც საბერძნეთიდან ჩამოვედი, ჩვეულებრივად ზეთის ხილზე вар, ეხაც კი ნერწყვი მომადგა. Александра, как твои дела? Да, уроки надо делать. Нет, что плохие дела. Уже плохие дела, да? Нет, все будет хорошо, сейчас покушаем. Გავამზადე კიდევ ბლინის ცომი და ცოტა მოგვიანებით გავუკეთებ ბლინებს. Кому-то ვინმესთან მინდა სტუმრად წასვლა. Кому? Кому так? Я хочу веселиться. Веселиться хочешь? Скучно тебе живется, да? Ты вчера не веселилась случайно? Кушин мегоბრებო, გამკაცრა ბაჭია, ეს დეკორატიული ბაჭიები А почему нет с нами? Нет. Ცოტას კი ვნერვიულობ. Почему с нами не хотела играть? Не знаю, да иногда она не хочет играться. ძალიან დიდი იმედი მაქვს საშიში არ არის, დამიწერეთ კომენტარებში, აცრა არ მინდა. არ მინდა აცრა. მე არ ვიცი თქვენ როგორ ჭამთ ფეიხოს, მაგრამ მე ვჭამ აი ასე. აი ესე ვჭამ მე ფეიხოს და ძალიანაც მომწონს ესე ფეიხოს ჭამა. მერტ როგორი გემრიელია. მე ეს მწვანე კანი არ მიყვარს, ჩემთვის ძალიან ჟავე არის. შეიძლება მაგაში არის უფრო სასარგებლო თვისებები, მაგრამ მერტ რო გემრიელია. ესე დაუსრულებლად. Ესე вчам დაусრულებლად. Точно не будешь пробовать? Нет. Это очень полезно, да? Королек будешь? Шоколадный королек. Я в школе королек. Поем, хорошо? Почему именно в школе? В школе. Хочется. Ты главное кушай. Иди, они очень сладкие. Прошу. Иди вот тут становись. Ой, все скажут, какая Александра молодец. Выключай. Патара ровиqavi, ოღონდ ჩემთვის მანდარინი მოეცა ვინმეს.
ისე მიყვარდა და ეს ნახეთ რა დღეშია. მოდი აქ. Там эти белые штучки, желтые штучки, я эти желтые белые штучки ненавижу. Убираем. Убираем. А то сейчас будешь фейхуа кушать. Большой ротик. Молодец, жуй. Жуй быстренько, быстренько. Давай, кушай, моя любовь, давай. Ну, чуть-чуть кислая будет. Давай, еще, давай. Это очень полезно. С-витамин. Это не будешь болеть. Давай. Стоп. Стоп. Мне неприятно. Если ты это будешь делать, я позову суд. Кого позовешь? Он меня ударил. Врать будешь? Нет. Кого ты позовешь? Это мама. Как там? Трендик. Тренд? Тренд. А, это тренд такой? Да. Вот тут не надо дурацкие тренды, хорошо? А ну-ка покажи еще, как ты кушаешь. Ёлка. Молодец. Я запала? Не выдумывай. Кислое лицо. Видно. Вот такой. Очень сладкие мандарины. И очень твердый у меня что-то. Мне твердое чувство. Давай. Всем покажем, какая ты у меня умничка. Тогда Барбоскины хочу. Хорошо. Давай. А мне интересно, что тут с этим. Покажу. Ჩემი ჩანთები. ალექსანდრას ჩანთა. კიდევ კარგი თავისი ჩანთა თვითონია. მივდივართ სკოლაში, როგორც იქნა, როგორ მიხარიათ, თქვენ წარმოგიდგენიათ. Сегодня 3. Спорт. ხო და მოკლედ. ეხლა ალექსანდრას დავტოვებ სკოლაში და მე როგორ წავალ სახის მასაჟზე. ასევე эпиляцияზე ვარ ჩაწერილი. Там моё место заняли. Сейчас будем разговаривать во имя როგორ მიჭერს. აი ამ ყველაფრის სიტყვა განსაკუთრებით ალექსანდრას ჩანთის. 1 კილო. ანუ 1 კილო არ არის, მაგრამ ძალიან მძიმეა. კიდევ რისი თქვა მინდა და თქვენთვის დილიდან ბევრი საქმე გავაკეთე. ალექსანდრას ლანჩბოქსი გავუმზადე. ყველაფერი გავაკეთე და დღეს უნდა მივხედა საკუთარ თავს. დილას გემრიელად ვივარჯიშე.
ვეძამდადი. გემრიელად ვივარჯიშე. ეხლა ვფიქრობ, რომ ნოემბერში სახლში ვივარჯიშო. გავაკეთო ეს გაწელობი, რასაც ვაკეთებ და კარგად გავიხსნე, ჩემს ზურგს ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ კივილი და ნახოთ, შეიძლება დეკემბერში დარბაზში დავიწყო სიარული. ნახოთ, იმიტომ რომ მინდა გავიკეთო ჩემთვის საოცნება ფორმები დავიყენო და ნახოთ. ზუსტად არ ვიცი. რა როგორ წავა, წინასწარ არ მინდა ვილაპარაკო, მაგრამ ნოემბერში ზუსტად ვიცი, რომ სახლიდან გემრიელად ვარჯიშობთ და არც ერთი დღე არ უნდა ჩავაგდოთ. წავედით სკოლაში. ეს სახლები ისე ყეფენისა დარბიან, ძალიან მეშინია. 79 და 39 სკოლაში მუნი დაფიქსირდაო და სკოლები დაუკეტიათ. ღმერთო როგორ განიცდი და ნერვიულობ მაგ საკითხზე. სახის მასაჟისთვის დამაბარე სახის მასაჟისთვის ზეთი და ამან მარტო ტანია წერია და ეხლა როგორ მეზარება იქით, მაგრამ კარგით გადავალ იქნებ იქით ვნახო რამე სხვა მქონდა. ყველაფერი გავიკეთე, გავრბივარ ეხლა ალექსანდრასთან სკოლაში, რომ სასწრაფო წესით წამოვიყვანო წვანია. ვაიმე 25 წუთი მაქვს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერს კარგად მოვასწრებ. მაგრამ მოვასწრებ. წავედით. ალექსანდრიკა გამოიყვანე სკოლიდან. მივდივარ სახლში, ცოტა აგრილდა, მაგრამ მზე რო არის, გულსაც უხარია. ალექსანდრა დღეს ალექსანდრა მიყვება წეღარო. სკოლაში გავატანე ბლინები და ბლინები როგორც ამოვიღე, შეასრას კაზო. ბლინები როგორც ამოვიღე, ყველას ბლინები მოუნდაო და მეოთხარ მოდი ერთ დღეს გავაკეთოთ. მთელი კლასისთვის ბლინები და ყველა დაპატიჟე თქო. მე ყველასო ვერ მივეციო, 3 ცალი მქონდაო და მარტო 2-ს მივეციო. ანუ თვითონ 1 ცალი დარჩა. დედიკო, блинчики одну поела только. Умничка. Я для всех сделаю, и мы всех угостим, окей? Да. ისეთი დამასაჟებული ვარ, საერთოდ ადგომაც არ მინდა, არაფრის კეთება არ მინდა, მინდა ვიჯდე, ეს მინდა ვიჯდე და ვისვენებდი, მაგრამ ვინ დაგასვენებს? სკოლიდან მოვედით, ალექსანდრას კი ვაჭამე საჭმელი, მაგრამ ეგ როდის იყო? ეხლა უკვე ბნელდება გარეთ. ძალიან ბევრი საქმე მაქვს, შესაკერი მაქვს, უნდა გააკეთოს. სახის მასაჟი მაქვს გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, გადავივლოთ. მოუწესრიგდეთ, გავემზადოთ დასაძინებლად. ნეტავ ნანუტა ამ ყველაფერს დღეს მოასწრებს, მაგრამ მე ეჭვება.
დღეს რასაც გავაკეთებ, იქნება გამოვჭრი ყველაფერს, აუცილებლად გამოვჭრი ყველაფერს. შემდეგ რა თქმა უნდა, ალექსანდრას გაკვეთილებს გავაკეთებინებ. ჭურჭელი გაავრეცხე. პიურე მინდა გავუკეთო. პიურე უნდა ალექსანდრუშკას პიურეს გავუკეთებ. რამესთან, არც ვიცი, შევხედები რა გამაჩნია. პროდუქტებიც საყიდი მაქვს. ეხლა ერთიანად აღარ ყიდულობ ხოლმე რა, მაგრამ ხან არის რომ გამომდის რომ ერთიანად ყიდულობ ხოლმე პროდუქტებს. ხან არის რომ ესე წიო-წიოდ ყიდულობ ხოლმე. ანუ ძირითადად რაც მჭირდება ყველაფერი მაქვს, ყველაფერი მიდევს. მაღაზიაში რომ მივიდივარ ხოლმე, ხან შაქარს წამოვაყოლებ, ხან ქვიოს, ხან მაკარონს. ანუ ეგენი ყოველთვის არის სახლში, მაგრამ აი ისეთი რა, რომ სულ მოგინდება და მაგალითად აი ხილი, არა, ხილი კი მაქვს ეხლა. აუ, როგორ გამაბრაზა ესეც თეთრია. გამოვიცოლოთ. ათორო ვზივარ ესე. მოკლედ, ჩემი მაგიდის გადასაფარებელი, აი ესეთი, ვინც მოდის ყველას ძალიან მოწონს, რომ ნანუტო როგორი ლომასი გადასაფარებელი, მე შოკერა. ეს ნაჭერი, წავედი ლილოში, ძალიან მომეწონა. ღირდა ამის მეტრო ღირდა ექვსილარი, ძალიან იაფია, რაღაცნაირი ნაჭერია, ხა სიმართლე გითხრათ, სინთეტიკა არის, მაგრამ გადასაფარებლისთვის რა უჭერს? არც არაფერი, ხო? ხოდა ესეთი ფერი ვიყიდე ესა ახალწლად და აი ხედავთ ხო? ყავისფერი როდოს ეგეც იგივენაირია, ოღონდ ეხლა ვიყიდე. ეგეც უნდა შევგერო. და ორი წელი ესეთი გადასაფარებელი მექნება. ჩემი ახალი ფარდა. ეგეც ძალიან მომწონს. ხოდა რა ვიცი, ნელ-ნელა რაღაცაებს ვაკეთებ. არაფერს ისეთ განსაკუთრებულს ესე უბრალოდ მიხარია ხოლმე რა, ერთ-ორ რაღაცა ახალს რომ გავაკეთებ ხოლმე ძალიან მიხარია. ეგ ამბავი წავედი ახლა გამოვიცვლი. ხმერთო საიდან დავიწყო ისიც არ ვიცი. საიდან დავიწყო? მე მგონი სახის მასაჟი უნდა გავიკეთო პირველ რიგში. პირველ რიგში უნდა გავიკეთო სახის მასაჟი და შემდეგ უკვე გავიკეთებ ყველაფერს. ეპილაცია გავიკეთე, სახის მასაჟი აპარატული მარიმ გამიკეთა. როგორ მაინტერესებს რაღაცა კარგ ფერზე ვარ თუ რა არის ვერ გავიგე. ანუ ეხლა საერთოდ არაფერი არ მისვია სახეზე, ანუ არნაირი მაკიაჟი. საერთოდ არაფერი არ მისვია და რაღაცნაირად ჩემი სახის კანი მომწონს. ანუ სახის კანს სიმართლე გითხრათ დიდად არ ვუჩივი, მაგრამ ეხლა რაღაცნაირი ფერი ვარ თუ მეჩვენება მე. რა სიტყვით თქვენ? კაია რაღაცა. იქნება აპარატული მასაჟის ბრალია ეს ყველაფერი. იქნება მაგის დამსახურება. მარემ მითხრა რომ სიშავებს გაგიქრობსო, სახის ტონს ანუ ერთ ფერში მოგიყვანსო, რაღაცეებს ამოგივსებსო, ხო და ლიფტინგის ეფექტიც გექნებაო და ვნახოთ, აბა მეგობრებო, ვნახოთ. რაც შეეხება ეპილაციას, წინადაც ვამბობდი, ახლაც გავიმეორებ. ახლა ამ ქალბატონთან ამთანაც ვიყავი, მითხრა რომ შედეგი აუცილებლად მექნება. აგერ ნახავ, შედეგი აუცილებლად გექნებაო. ჩემი ყველაზე დიდი, ანუ ყველას, ანუ გონიათ მარტო ერთგან და ორგანმა გაკეთებული, თუ არ ვამბობ, არ ნიშნავს, რომ არ მაქვს გაკეთებული, სულ ვცდილობ ეპილაცია გავიკეთო და სადღაცას მივაგნო კარგს, მაგრამ ვერ მივაგენი ჯერჯერობით და ეხლა ძალიან დიდი იმედი მაქვს ეკასთან, სადაც ვიკეთებ. კარგი შედეგი უნდა მქონდეს. ნახოთ, აუცილებლად გეტყვით, თქვენ იცით რომ მე ძალიან გულწრფელი ვარ მაგ საკითხში, ტყუილად ანუ შანსი არ არის, თუ არ მომწონს, თუ შედეგი არ მაქვს, გამორიცხულია, რო ვთქვა, სადმე რამე რომ ანუ არ თქვენ იცით ხო ეგ ამბავი. ამიტომ თუ შედეგი მექნება და მე მაქვს ძალიან პრობლემური არ ვიცი ეს თმის ცვენა, არ ვიცი რატო არის ესე, არ ყველას ცვივა. ხალხი ისეთ მასში იკეთებს, რა ქვია, ისეთი აპარატებით იკეთებენ, ჩინური და პატენტებული აპარატებით. მაგათ აქვთ გეუბნებით შედეგი აქვთ. ჩემი მეგობარი ხა შორს არ წავალ, ჩემი მეგობარი არის. ყველაზე იაფიან მასში ვიკეთებო ეპილაციას და თმა გამწვიდო. რაიერთ არ გაგწვიდა თმაო, მიდიო იქო და მეთქი არა იქ არ მივალ. ტყუილად ჩანსი არ არის. თან ჩემთვის სისუფთავეს თქვენ ხო იცით რა მხოლოდ მნიშვნელობა აქვს. მე მაქვს წიკი, აი გეფიცებით. მე არ ვამბობ რაღაცა ზესუფთა ადამიანი ვარ, ჩემს სახლშიც არის არეულობა, ახლაც არის არეულობა. დღეს მაგალითად, არ ვიცი, არც გამომიგვია სახლი და არც გამომიწმენდავს, იმიტომ რომ დილიდან ალექსანდრა, ანუ როგორც კი გავედით, მის მერე გასული ვარ და ეხლა მოვედი, ეხლა ვაპირებ ეს ყველაფერი გავაკეთო, რა თქმა უნდა.
თუნდაც უბრალოდ ტილოთი აუცილებლად უნდა გადავიღო ეს მტვრები, თან რომ ვკერავ აუცილებლად მტვერი, ქსოვილის მტვერი აუცილებლად ედება ყველაფერს და ანუ მაგას გადაული და გავაკეთებ, მაგრამ ანუ არ გეგონოთ რომ რაღაცა ზე პანიკურად ის მაქვს რა ქვია ციკლის სისუფთავეზე, მაგრამ ესეთ ადგილებში, როდესაც მივდივარ, ეს არის სალონი თუ რა ვიცი, ხო, ყველა ან ძალიან ზესისუფთავე, პროსტა სადღაცას, რომელიღაცა ესეთ ცოტა ცუდად გამომდის, მაგრამ არ მივალ მოკლედ ისეთ სალონში, რომელსაც ცოტა ეჭვის თვალისას შევხედავ, ანუ გარედან რომ შევხედავ და რაღაცა არ მომეწონება, გამორიცხულია, მე იქ მივიდე რამე პროცედურის გასაკეთებლად და ამ შემთხვევაშიც ახლა გოგოებთან ხომ მარისთან ეჭვი არ მეპარება, რომ სუფთავესია ყველაფერი და უგაწკრიალესებულად აქვს ყველაფერი ზუსტად ვიცი და ანალოგიურად ეკასთან ნახავთ ვიდეოშიც გაკრიალებული აქვს ყველაფერს აკეთებს ზე უმაღლესად დაცულად სუფთად და რა თქმა უნდა ხო ჩემს ყურადღებას იქცევს ეს ყველაფერი და რო არ აღნიშნო არ შემიძლია იმიტომ რომ ყველგან არ არის ასე ზოგი ისე ზედაპირულად აკეთებს და ზოგი აღოდ მოიშოროს და აჰა ესე შიხ და ყველაზე მეტად ვერ ვიტან მე გაქაფულები რო ტლიკინებენ იქით აქეთ ვაიმე ერთხელ მანიკურზე ვიყავი ღმერთო ჩემო სადღაცას და ის გოგოები ხო იძნენ ერთად რა მე მისული ვარ მანიკურზე და მიკეთებენ მანიკურს და ნუ ძირთად შემთხვევაში კლიენტი და სპეციალისტი საუბრობენ ხო აქ შენ მაგრად ეკიდე და ეს გოგოები ერთმანეთში ლაპარაკობდნენ ანუ იცი რა არის რაც ყველაფერი არ იჭმევა ისე ყველაფერი არ ითქმევა აი ეგ ამბავი ქონდათ მაგათ რა აი რატო უნდა მცოდნო და სადღაცას ეგვიპტეში ერთად რო იყვნენ და იქ რო ვიღაცები აი პროსტა რატო უნდა ილაპარაკო ამ თემაზე როცა გიზის კლიენტი და ანუ რა ვიცი რაღაცა ისეთი ის ქონდათ რომ აი მაგარი ტიპები ანუ ამას რო ყვებოდნენ რაღაცა მაგარი ტიპები ას მაგონებდნენ მეგონა რა რომ აი როგორ მაგრად გაერთნენ და აი როგორ ვიღაცები გაიცნეს და აი როგორ ესე და აი რაღაცა ძალიან სიგიჟე იყო და ყველაზე მეტად აი მაგასაც ვერ ვიტან და მაუწყოთ სადღაცას რომ მივდივარ უნდა იყოს კარგი მუსიკა, სიმშვიდე, რაღაცა სინაზე, გოგოშკური გარემო, აი кайფობ, შემიძლია ჩავდნე აი მაგ ყველაფერში და აი ეგეთი რაღაცები ძალიან მომწონს, როცა მივდივარ ხოლმე მაგალითად refresh room-ში. ხო, მოკლედ ყველაფერს ნახავთ, შედეგს ნახავთ, ძალიან მინდა რომ მქონდეს შედეგი, მაგრამ მითხრა შუბზე ძალიან ღრმა ნაოჭები გაქვს და მაქსიმალურად შევეცადოთ რომ მოვერიოთ, მაგრამ იცოდეო რომ ანუ ეს არ აღილაგდებაო ბოლომდე. ასე რომ იცით რა არის, თუნდაც რომ უბრალოდ ლიფტინგის ეფექტი მომწეს, თუნდაც რომ ერთი ფერი, თუნდაც აი ეს სიშავაები, რაც ჩემში არ მომწონს. თქვენ შეიძლება ვერ ხედავთ ხოლმე, მაგრამ მით რა ქვია მოკლედ ვიფარავ ხოლმე რა აი აქ ამ სიშავეებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩამოხამებული თვალები საერთოდ არ არის ლამაზი, განსაკუთრებით აი აქ კაპილარები გამდის ძალიან ახლოს და აი აქ სილურჯეები მაქვს და რა თქმა უნდა აქ არ ეხება, აი ხლა აპარატული მასაჟით არ შეხებია აი ამ ადგილს, მაგრამ ცოტათი თუ რაღაცა ისეთი შედეგი მექნება, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეგეც დამაკმაყოფილებელი და ძალიანაც კარგი იქნება. მაინც სახე ტონუსში მოდის ყველაფერი, მეც ჩემი მასაჟები, იცით გითხარით, რომ განმაახლე და ყოველდღე ვიკეთებ, როგორც ვარჯიშებს ვაკეთებ ყოველდღე, ისე მასაჟს ვიკეთებ ყოველდღე და დაიბოქ, რომ მე შემეცალა თუ როგორ ამბობენ, რომ ნოემბერში ეს ჩელენჯი, რაც მაქვს დაწყებული და რაც მინდა რომ მივუძღვნე ჩემს საკუთარ საყვარელ თავს და მინდა რომ მაქსიმალურად მივხედო საკუთარ თავს, სულიერ მდგომარეობას, განათლებას, სხვათა შორის ინგლისური მინდა ჩემი ინგლისური, რომელიც კარგად მივიწყებული მაქვს თურმე ანუ სულად ლაპარაკობ ხო, ანუ თქვენ ხო იცით ბელორუსში რომელი ანუ ვინ გინდოდა რომ გენახა და სად გინდოდა რომ ჩემი ინგლისური განგევითარებინა, ხო? ამიტომ ძალიან მოვიკოჭლებ, ამიტომ ძალიან მინდა კარგი ინგლისურის მასწავლებელი თუ ვინმე ხართ
შემიძლია პარტერზე გეთანამშრომლოთ. სასაცილო არ კომპლექსი მაქვს, ძალიან დიდი კომპლექსი მაქვს. ადრე მქონდა რუსულზე ეგრე, როცა საქართველოში ვცხოვრობდი, რუსული ძალიან კარგად ვიცოდი. მესმოდა ხო იმაზე უკეთესად, მაგრამ საუბარში ძალიან დიდი კომპლექსი მქონდა. და მე რა უკვე მე და ჩემო ყოფილმა მეუღლემ რო ვიქორწინეთ და მე გადავედი, ვაუ, თურმე წერად შემძლებია გადასარევად, იცით? კარგი ყოფილა. და მე იქ რა თქმა უნდა გავიხსენი იქ. ექიმთან მიწევდა მისვლა, იქ საბუთებზე მიწევდა მისვლა, ანუ ჩემი ქმარი ყოველთვის მუშაობდა, ყოფილი ქმარი. სულ მუშაობდა, ხანდახან მიწევდა, რომ მეც მის გარეშე უნდა მოძრავა, უნდა წავსულიყავი და ძალაუნებურად უნდა მესაუბრა და მე იქ ერთმა მითხრა, ორმა მითხრა, ვინმე, ქართველი ხართ, კარგად საუბრობთ, როგორ არ გაქვთ ეს ქართული აქცენტი და ყველას ძალიან მოსწონდა ჩემი რუსულად საუბარი. ეხლა ზუსტად ანალოგიური სიტუაცია აქვს ინგლისურად. ყველაფერი ძალიან კარგად მესმის. შემიძლია საუბარი, მაქვს უდიდესი კომპლექსი და აი ეს კომპლექსები მინდა მოვიხსნა და უფრო კარგად გავიხსენო და უფრო კარგად გავახმავა ჩემი ინგლისური აუცილებლად. ხო, ну, გეგმებზე ახლა არ ვილაპარაკებ. სულ ეს არის რაღაც მინდოდა. წავედი ახლა დროებით გემშვიდობებით.